როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ბატონი ჯეფრი საქსის ინტერვიუ, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია დაადანაშაულა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ბრალდება. ჩვენ ბატონი ვახტანგ გომელაურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლების სანქცირებას შეგვიძლია მივცეთ გარკვეული შეფასება და შეიძლება ობიექტურად იქნეს აღქმული ეს ფაქტი, როგორც მოქმედი ადმინისტრაციის ერთგვარი აღიარება. თქვენ იცით, რომ არჩეული პრეზიდენტი ბატონი დონალდ ტრამპი საუბრობს ძალიან ხშირად ეგრეთ წოდებულ deep state-ზე, რომელიც მისი განცხადებით არსებით გავლენას ახდენს მართვაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, ბატონმა დონალდ ტრამპმა მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება, ეგრეთ წოდებულ deep state-თან დაკავშირებით. მან განაცხადა ასეთი რამ, რომ ან deep state-ი დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ამერიკის შეერთებული შტატები დაანგრევს და მოშლის deep state-ს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი 4 წლის განმავლობაში სწორედ deep state-ი ანგრევდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ ასე ხშირად ვისმენთ ხოლმე ამერიკული სტრუქტურებიდან.